გამარჯობა. Excel-ში მაქსიმალური და მინიმალური მონაცემის პოვნა ხშირად საჭიროა რამ გახლავთ. მე გიორგი ვერდათკიშვილი და თქვენ ყურებთ Microsoft Excel-ის ვიდეო გაკვეთილს. თუმცა ამ ვიდეოში ჩვენ ნახავთ როგორ ვიპოვოთ არა მხოლოდ მაქსიმალური და მინიმალური, არამედ როგორ ვიპოვოთ უმაღლესი მესამე ან უმცირესი მეორე, უმაღლესში ვიგულისხმე უდიდესი ცხადია. მაგრამ ეს არ არის მაქსი და ეს არ არის მინი ფუნქცია. თუმცა შეგახსენებთ, რომ მაქსიმალური ფუნქცია გულისხმობს მაგალითად იმას, რომ მონიშნულ დიაპაზონში ყველაზე მაღალი რიცხვი გვითხრას, ხოლო მინიმალური კი გულისხმობს, რომ მონიშნულ დიაპაზონში გვითხრას მინიმალური რიცხვი. აქვე გეტყვით და შეგახსენებთ, რომ არსებობს ფუნქცია large, მაგალითად, რომელიც გვეუბნება, რომ მონიშნულ დიაპაზონში ერთი ანუ ყველაზე მაღალი რიცხვი თუ გვინდა, ეს არის რეალურად იგივე რაც მაქსი. თუმცა მაგალითად მესამე უდიდესი რიცხვი თუ გვინდა ვიპოვოთ, ეს არის large, რომელშიც ვეტყვით, რომ მონიშნულ დიაპაზონში მესამე უდიდესი რიცხვი გვინდა. მაგრამ იგივენაირად ნახავთ, რომ თუ გამოვიყენებთ პირობითად smalls, მაშინ ნახავთ, რომ აქაც დიაპაზონში ყველაზე პატარა რიგით პირველი რიცხვი არის 0. მაგრამ თუ ვიტყვით, რომ გამოვაკეთოთ ისევ small-ი და რიგით ყველაზე პატარა მაგალითად მესამე რიცხვი ავიღოთ, ისიც 0-ია. ვინაიდან და რადგანაც 0-ების რაოდენობა, როგორც ხედავთ, ბევრია. და შესაბამისად, ის მანამ არ გადავა შემდეგ უმცირეს რიცხვზე, სანამ ჩვენ კონკრეტულად 0-ებს ასე ვთქვათ არ ამოვწურავთ. და ერთ-ერთი ტრენინგის მონაწილემ ესეთი შეკითხვა დაგვისვა, რომ როგორ ვიპოვოთ ისე, რომ 0-ები დავაიგნოროთ და 0-ების შემდეგ უმცირესი მესამე რიცხვი ვიპოვოთ. ძალიან მარტივია გამოსავალი. გვჭირდება ფუნქცია count-ifs, რომელიც გვეტყვის თუ მონიშნულ დიაპაზონში რამდენი 0-ია. 5. შესაბამისად ასევე გვჭირდება, მაგალითად ვიპოვოთ თუ საერთო ჯამში რამდენი რიცხვია ამ ჩვენს სიაში და მივიღეთ 21. და შესაბამისად თუ 21-ს გამოვაკლებთ 5-ს, მაშინ ცხადია მივიღებთ 16-ს. და მაგალითად თუ წავალთ იმ ლოგიკით, რომ 5, ასე ვთქვათ, რეალურად უმცირესი რიცხვი გვაქვს, ან პირიქით თუ ზემოდან გვინდა წამოვიდეთ და ვიპოვოთ უდიდესი რაღაცა, ასე ვთქვათ, ამ ლოგიკით, მაშინ გამოდის, რომ უმცირესი რიცხვი ოღონდ არა 0 არის რეალურად ხომ მე-16, ესე გამოდის, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ მაგალითად წავყვეთ small-იდან, რადგან მესამე უმცირესი გვინდოდა, შესაბამისად ავიღოთ ეს მონაცემი და აქ რავს ვამბობთ, რომ თუ მაგალითად 5 არის მივცემთ, იმიტომ რომ ეს არის რეალურად რამდენი 0-იც გვაქვს, ხო? მე-5 და ოკეი, ისევ 0-ია. მაგრამ დააკვირდით, როგორც კი 1-ს დავუმატებთ, მაშინ გამოვა, რომ პასუხი იქნება უკვე პირველი უმცირესი რიცხვი, რომელიც ამ დიაპაზონში ჩვენ გვხვდება. მაგრამ მესამე უმცირესი რიცხვი გვინდა, როგორც გახსოვთ, ესე იგი +2 კი არა, უბრალოდ +3. ოკეი, ვაწვევით და აი ეს გახლავთ რეალურად უმცირესი მესამე რიცხვი. გადავწვალაგოთ სორტირებას გავუკეთოთ, მართლაც 0-ები დაიგნორდა, პირველი, მეორე და მესამე, როგორც ხედავთ, მივიღეთ აი ეს რიცხვი. ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისათვის, გელოდებით ტრენინგებზე, არ დაგავიწყდეთ გამოიწერეთ ჩემი არხი. მომავალ შეხვედრამდე.